ძლიერმა წვიმამ გუშინ ღამით თბილისის ქუჩები კვლავ დატბორა, წყლით დაიფარა უბნები, შეფერხდა მოძრაობა, გაჩერდა ავტობუსები და ავტომობილები. ყველაზე რთული ვითარება დიდი დიღმის, სოფელ დიღმის, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ერისთავის ქუჩაზე შეიქმნა. მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ. უხვინალექის შედეგად წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებსა და ბაზრების ტერიტორიებზე, რამაც მოსახლეობასა და მოვაჭრეებს პრობლემები შეუქმნა. ხალხის პარტიული მართლაც ზარალი. გუშინ მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა კახა კალაძეც. მისი განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებული და პრობლემურ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ძალიან ძლიერად წვიმს თბილისში და ქალაქის ზოგიერთ რაიონში კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული მაქსიმალურად. ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობა არის. დღეს თბილისის მთავრობის ხდომაზე კახა კალაძემ ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინტენსიურმა ნალექმა რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები გამოიწვია, თუმცა შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მუშაობდნენ და დატბორილ ტერიტორიებზე წყლის გადინების პროცესი დაიწყო. მსგავსი შემთხვევები ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვინალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. 2017 წლიდან მოყოლებული, ესე იგი, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროულად მოგვარება. ქალაქის დატბორვას ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერს ეკისრება. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემების გაუმართავობა სწორედ თბილისის მერიის პასუხისმგებლობა და კახა კალაძე ქალაქის პრობლემების მოგვარების ნაცვლად თანამდებობას მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის იყენებს. ჩვენს დედაქალაქში მოსული ყოველი უხვინალექი ასოცირდება წყალდიდობასთან. და ამის მიზეზი გახლავთ კორუფცია, რომელიც არის თბილისის მერიაში და ამის სიმბოლო არის თბილისის მერი კახი კალაძე. რა თქმა უნდა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა ამ კორუფციიდან გამომდინარე, უხარისხო ინფრასტრუქტურა, რომელიც აყენებს ჩვენს მოქალაქეებს აი ესეთ მდგომარეობაში და რა პასუხს ვიგებთ პასუხისმგებელი პირებისგან ამ ყველაფერზე გვაქვს მხოლოდ კახი კალაძის უხმო ლაივ ჩართვები, რომლებსაც ტაშს უკრავს და იწონებს პარტაქტივი და ტროლბოტები და რა თქმა უნდა ოცნების მხრიდან იმის ძახილი, რომ ტრაგედიები ყველგან ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. კახა კალაძეს საკმარისზე მეტი დრო ქონდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ის მესამე ვადით არის თბილისის მერი და ამაზე მეტი ვადა აღარ არსებობს. ამდენი წლის განმავლობაში უნდა მოეგვარებინა ის ამბავი, რომ თბილისს ყოველი წვიმის დროს სანიაღვრეების პრობლემა არ ქონდეს და უამრავი ადამიანი არ ზარალდებოდეს ამით, დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზის საფარი და ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ არასოდეს კახა კალაძე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. წუხანდელი დატბორვა თბილისში ბოლო პერიოდში პირველი არ ყოფილა. ორი კვირის წინ წვიმამ ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მარიჯანის ქუჩაზე მიწის ჩამოშლაც გამოიწვია. კალაძე მაშინ ამბობდა, რომ დატბორვა ყველგან ხდება, თუმცა აღიარა, რომ თბილისის სანიაღვრე სისტემა გაუმართავია. თბილისის მერი ამბობს, რომ მის მოწესრიგებას დრო სჭირდება.